ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი. სამშობლო თუ შენ, რომელი, ახ ვიტირო რომელი. დავდნი ცრემლად ორვესთვის, სხვათა ცრემლის მშობელი. ამ სიტყვებით გამოეთხოვა კონსტანტინე მაყაშვილი კოჯორთან, ოკუპანტთან ბრძოლაში 1921 წლის 19 თებერვალს დაღუპულ გმირ ქალწულს, მარო მაყაშვილს. მარო მაყაშვილი 1902 წლის 25 აგვისტოს დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. მამა კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. დედა თამარ გაბაშვილი კი მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე გაანაგრძო. სურდა უცხო ენების შესწავლა, მაგრამ არ დასწავლა. მარო ყოფილა საოცრად ხალისიანი გოგონა. ძალიან ხშირად თხოვდნენო, როცა რაიმე შეხვედრა ქონდათ რაიმე და ძალიან ესეთი მწერლებთან ურთიერთობა ახლო, ჩაჩნური იცეკვეო. ამ დღიურებში ჩანს როგორი თაოსანი ყოფილა თავის მეგობრული ჯგუფის და ქართველი ქალის ის მინდა დაწერო პედაგოგს დაუვალებია ბედიო და მინდა ბებია დავიხმარო ეკატერინე კარგად დამაწერინებსო და თვითონაც საოცრად კარგად აქ ნაწერი ამ დღიურებში. სიყვარული სამშობლოსი ძალიან სულსა და გულში ქონდა გამჯდარი. მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიწყო საქართველოს ანექსია, როდესაც საბჭოთა რუსეთის არმია შემოესია საქართველოს და მის თავისუფლებას დაემუქრა. პირველი ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა სტუდენტებს სამშობლოს დასაცავად მოუწოდა. მაშინ დაირაზმა მთელი ქართველი ახალგაზრდობა. ერთი სულისკვეთებით მოცულნი ფარად და מחვილად დაუდგნენ სამშობლოს. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად 19 წლის მარომაც ფრონტზე მოხალისად გადაწყვიტა წასვლა. მაროს უკვე გულში ქონდა ამოჭრილი, რომ წასულიყო აუცილებლად და მოწყალების დობა გაეწია მისი თანა მოძმეთათვის, ჩემო ბატონო. და ამისთვის როგორც ჩანს იმ მოწოდებამდე უკვე, იმიტომ რომ 11-ში შემოიჭრა ის არმია და უკვე როგორც ჩანს ემზადებოდა, იმიტომ რომ მას ჰქონდა ჩანთა, აი რო გიხსენეთ მე რეჟისორი ქალბატონი, ის შეხვდა მაროს კოჯორ ტაბახმელის ფრონტზე და თავისი ხელნაკეთი მოწყალების დის ჩანთა თავისი სახელით, გვარით და შიგთავსით, რაც აუცილებელი იქნებოდა, რომ დაჭირვებოდა იქ დაჭრილის მოიარებისათვის, დაჭრილთა მოიარებისათვის, ეს ყველაფერი მას თან ჰქონდა. 17 თებერვალს წითელი ჯვრის საზოგადოებაში გაწევრიანდა და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის. შემორჩენილია ამ პერიოდის მაროს წერილები. ამ ომმა ბოლო მოუღო მუშაობასაც და ბედნიერებასაც. რამდენმა დედამ გაგზავნა თავისი შვილის სასიკვდილოდ. რამდენმა დედამ ღამეები ლოცვაში და ტირილში გაატარა. საბრალო არსებანი. გაზარდეს რა წვალებით და ეხლა რა დღე დაადგათ. ნუ თუ მაგისთვის შეწირა დედამ თავისი სიცოცხლე, რომ ვიღაცა გარეული ადამიანისთვის შესწიროს შვილი. ნუ თუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს. ღმერთო, მალე მოვიდეს ის დღე და ქედ მოხრილნი მარტო შენი მონები ვიქნებით. რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა. მანდილი გადააფარა ამას ყველაფერს ოხრად დარჩენილმა რუსმა. ოხ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა, ამ ომის დროს. გამამხნევებელ წერილს წერდა 19 წლის მარო მაყაშვილი, სახლში დარჩენილ 41 წლის მამას. საყვარელო მამა,
მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ. მეორისგან 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ. თავს გაუფრთხილდით, კოცნით ბევრს. ისე არაცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს, ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად. კოტე მაყაშვილი. დავიღალე, აღარ მალხენს, მნათობთ ლბილი ციალი. ჩემს ოცნებას აღარ ძალუც, ცად ნავარდი სრიალი. ჯადოსნური წრემევლება, შიგ მიხდება ტრიალი. ახ უშენოდ, ჩემო მარო, დავრჩი ობოლტიალი. 1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა. ნამსხვრევი კეფაში მოხვდა. 23 თებერვალს 21 იუნკერის სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს. მათ შორის არის დაკრძალული მარო მაყაშვილიც, მამამის, მწერალთა კავშირის პირველ ხელმძღვანელს, კოტე მაყაშვილს. მაროს სიკვდილის გაგების შემდეგ ერთ ღამეში გათეთრებია თმა. კოტე მაყაშვილი ახალგაზრდა 52 წლისა გარდაიცვალა. 1921 წლის თებერვლის ტრაგედიის შემდეგ ამ თემაზე მაროს ოჯახსა და ახლობლებში მრავალი წლის განმავლობაში დუმდნენ. მაროს ფოტო დიდხანს ეკიდა, მისი დედის საწოლთან.